მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე და წარმოგიდგენთ ლექციების კურსს ქართული და ევროპული იდენტობა. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა კი არის ქართული და ევროპული იდენტობა წინა ქრისტიანულ ხანაში. ხა რატომ გადავწყვიტეთ თქვენთვის ზოგადად ამ კურსის შეთავაზება ძალიან მოკლედ გეტყვით კურსის შესახებ. მსოფლიო საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როცა ერთი მხრივ გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული სახელმწიფოები თვითდადგენის, თვითგანსაზღვრისა და თვითდამკვიდრებისათვის იღვწვიან, ვფიქრობთ ისტორიის როგორც გამოცდილების გააზრება საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის. ისტორიას გამოვიყენებთ როგორც მასწავლებელს, განვიხილავთ სწორ ისტორიულ გადაწყვეტილებებს ჩვენ კურსში თუ შეცდომებს, როგორც მართებული არჩევანის გაკეთების საშუალებას თანამედროვე საზოგადოებისათვის. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო თავის მზერას მომავლისაკენ მიმართავს. თუმცა დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები თითქოს და ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს თავისი მზერა წარსულსაც მიაპყროს, რადგან მას სწორედ აქ ეგულება ის ფასეულობა, რამაც ნებისმიერი ქვეყნის დღევანდელ დღემდე მოყვანა განაპირობა და სწორედ ამ ფასეულობებით უნდა ჩაება ის გლობალიზაციის მარათონში, რათა არ დაკარგოს მისი ნაციონალური და სახელმწიფოებრივი იდენტობა, რომლის შენარჩუნება ყველა ქვეყნისთვის უმთავრესი საზრუნავია. ალბათ არ არის სადავო ის ჭეშმარიტება, რომ ქვეყნის განვითარება გულისხმობს არა მარტო მატერიალურ ძლიერებას, არამედ სახელმწიფოებრივი იდენტობის შენარჩუნებასაც. ამდენად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა ერისათვის მოიძიოს და დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინოს ის, რაც განსაზღვრავს მის იდენტობას. ჩვენი ლექციების მიზანს ხადია არ წარმოადგენს ისტორიის ნარატივის მოთხრობა, არამედ ისტორიული გამოცდილების ფასეულობითი კუთხით გაანალიზება. გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას თუ რა გზა გაიარა მსოფლიო დღემდე, რა უმთავრესი ფასეულობები ქონდა მას საუკუნეთა განმავლობაში, განვითარების რომელ ეტაპზე, რამდენად და როგორ იცვლებოდა ეს ღირებულებები და კიდევ უფრო მთავარი, რატომ იცვლებოდა ეს ღირებულებები, როგორ ვითარდებოდა საზოგადოება და როგორ აზროვნებდა საზოგადოება სხვადასხვა გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ თუ ქრონოლოგიურ გარემოში. რა გავლენა ჰქონდა მსოფლიოს განსხვავებულ რეგიონში შექმნილ ფასეულობათა სისტემებს, ფასეულობის განვითარებაზე და ზოგადად საზოგადოების მენტალობაზე, ეთნოსების სულიერი ღირებულების განვითარებაზე, პიროვნების ჩამოყალიბებაზე და ბოლოს სად იყო საქართველოს ადგილი საერთო ფასეულობათა სისტემაში. აქედან გამომდინარე, პირველ ლექციას ვიწყებთ ადრეული პერიოდიდან და როგორც დასაწყისშიც მოგახსენეთ, ჩვენი პირველი ლექციის თემა არის მსოფლიო წინა ქრისტიანულ ხანაში. და ვისაუბრებთ საბერძნეთზე, რომზე, ირანსა და საქართველოზე. ანტიკურ სამყაროში ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მმართველობაში ყველა მოქალაქის მონაწილეობას გულისხმობდა. სახელმწიფო არ ერეოდა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში, ან ეს ჩარევა მინიმალისტური იყო. ისინი შეთანხმებულად იღებდნენ კანონებს და ასევე ერთად ასრულებდნენ. ბერძნული ცივილიზაციის ფასეულობათა სისტემაში ერთ-ერთი უმთავრესი არის მოქალაქის, როგორც თავისუფალი პიროვნების ფენომენი, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური უფლებები და მათგან უმთავრესი არჩევნებში მონაწილეობა იყო. საბერძნეთში მოქალაქით გახდომის ორი მოთხოვნა არსებობდა, რომელიც აბსოლუტურად უპირობოდ უნდა შესრულებულიყო. ერთი მოთხოვნის მიხედვით მოქალაქე უნდა ყოფილიყო ეთნიკურად ბერძენი და მეორე მოთხოვნის მიხედვით მას უნდა ქონოდა კერძო საკუთრება. არც ერთი ეს მოთხოვნა არ ირღვეოდა. მათ მიმართაც კი, რომლებიც დიდ ინვესტიციებს დებდნენ საბერძნეთის განვითარებაში, მონაწილეობდნენ დიდი პროექტების განხორციელებაში, გემთმშენებლობაში და ასე შემდეგ და არ იყვნენ ეთნიკურად ბერძნები, მოქალაქეობას ვერ იღებდნენ. მოქალაქეობის ინსტიტუტს უკავშირდება ორი საინტერესო ტერმინი. საკუთარი გამორჩეულობა ბერძნებს თვითონვე ჰქონდათ გაცნობიერებული. თავდაპირველად ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე მხოლოდ ბერძნულად და არაბერძნულად მოლაპარაკეთა გასარჩევად გამოყენებული იყო ტერმინები ელენი და ბარბაროსი, რომელიც უკვე კლასიკური ხანისათვის სულ სხვა დატვირთვას იძენს. ელინი
ეს იყო პოლისებში მცხოვრები, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ხალხი. ბარბაროსი კი ყველა დანარჩენი, თუნდაც ბერძენთა მონათესავე. კენჭისყრის სხვადასხვა ფორმა არსებობდა, რომელშიც ყველა მოქალაქე მონაწილეობდა. ანუ ეს იყო ბერძნული დემოკრატიის უმთავრესი გამოხატულება. საბერძნეთი პოლისური სახელმწიფო არის და ის დაახლოებით 250 პოლისს მოიცავს. მათგან 2 მთავარი პოლისია ათენი და სპარტა, 2 განსხვავებული ღირებულებების მატარებელი ქალაქ-სახელმწიფო, 1 მთავარი და საერთო ნიშნით პოლისის უპირველესობა. არა მხოლოდ პოლისი ზრუნავდა მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, არამედ პოლისის წევრთა უმთავრეს მისწრაფებას პოლისის დაცვა წარმოადგენდა. ბერძენი იყო სრულუფლებიანი მოქალაქე მხოლოდ თავის პოლისში. მეზობელ პოლისში გადასვლისთანავე ის ხდებოდა უუფლებო მეტეკი, ამიტომ ასე აფასებდა ბერძენი საკუთარ პოლისს, როგორც თავისი პიროვნული თავისუფლების საფუძველს. პასუხისმგებლობა პოლისის წინაშე მოქალაქის უპირველესი უფლება და მოვალეობა იყო. ათენის არქონტი, დემოკრატიის ფუძემდებლად ცნობილი სოლონი, უარყოფდა თანასწორობის იდეას და ფიქრობდა, რომ დიდარ მოქალაქეებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, ამიტომ აქვთო მათ უფრო დიდი პატივი. ეს იყო სწორედ დემოკრატიის მამის, ასე ვთქვათ, სოლონის მოსაზრება და მისი რაღაცა ასეთი მრწამსი თუ როგორ უნდა ემოქმედა ამ სიტუაციაში. რესპუბლიკურ რომში კი 2 ძირითადი სოციალური ფენა არსებობდა. ესენი იყვნენ პატრიციები და პლებეები. პატრიციები იყვნენ წარჩინებული გვარის წარმომადგენლები, ანუ ელიტა. პლებეები მართალია თავისუფლები იყვნენ და მიწას ფლობდნენ, წარჩინებული გვარის წარმომადგენლები არ იყვნენ. სენატში ირჩეოდნენ მხოლოდ პატრიციები, ანუ პატრიციებს ჰქონდათ ბევრად მეტი უფლებები ვიდრე პლებეებს და ერთ-ერთი მათ შორის იყო ის, რომ სენატში მხოლოდ პატრიციები იყვნენ. მიწის ძირითად ნაწილს ფლობდნენ პატრიციები. სახალხო კრებაში დიდი რაოდენობით იყვნენ პატრიციები, თუმცა პლებეები შედიოდნენ. სასამართლოს მთლიანად წარმართავდნენ პატრიციები. იწყება პლებეების ბრძოლა უფლებებისათვის. ისინი უარს ამბობენ ლაშქრობაში მონაწილეობაზე, შედეგად მათ პატრიციებისგან გარკვეული დათმობები მიიღეს, რაც შემდგომში პერმანენტულ ხასიათს ღებულობს. ცნობილია ძმების ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსების რეფორმები, რაც პლებეებისათვის მიწის ფლობელობის საკუთრების მოპოვებითა და სამხედრო სამსახურის გათანაბრებით დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა იმით, რომ პლებეები და პატრიციები უფლებრივად სრულად გაუთანაბრდნენ ერთმანეთს. ახლა რაც შეეხება ქართულ იდენტობას წინაქრისტიანულ ხანაში, ამ საკითხს შევეხებით და თავიდანვე დავსვამთ შეკითხვას, რომელსაც შემდეგ ლექციის ბოლოს გავცემთ პასუხს. ეს არის რამოდენიმე მთავარი შეკითხვა ქართულ იდენტობასთან დაკავშირებით წინაქრისტიანულ ხანაში. იყო თუ არა კოლექტიური ერთობის შეგნება ამ პერიოდში? ანუ ფიქსირდება თუ არა ჩვენ ჯგუფის, ანუ ქართული ეთნოსის ცნობიერება უკვე ამ უძველეს დროს? აქვს თუ არა ქართულ ერთობას მისთვის მახასიათებელი მარკერები, რაც მის უმთავრეს ღირებულებებს განსაზღვრავს? ნებისმიერი ერთობის იდენტობის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია მისი წარმომავლობა და სიძველე. ამის ილუსტრირება ყველაზე მეტად პირველ წინაპრით, ანუ ეთნარქის კულტით ხდება. ბევრი ერთობა დღესაც ეძიებს ეთნარქს. ქართული ერთობისათვის ის საძიებელი არაა. ის განსაზღვრულია და დაფიქსირებულია მისი ისტორიის უმთავრეს წყაროში ქართლის ცხოვრებაში. ეთნარქის სახელია ქართლოსი, რომლისგანაც მომდინარეობს ქართველთა თვითდასახელება და აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება. ქართლის ცხოვრება იძლევა ეთნოგენეტიკურ სქემას, ნოე, იაფეტი, დარგამოსი, ქართლოსი, რომელთაც დასტურდება ქართველთა ბიბლიური წარმომავლობა. ქართლოსზე სწორება, მისი პატივისცემა, წინაქრისტიანული ეპოქის ქართული იდენტობის მახასიათებელი არის. ქართული იდენტობის სახელმწიფოებრივი დასაფუძვლება კი უკავშირდება ქართლის პირველ მეფეს ფარნავას, რომელთანაც ჩანს ქართული ერთობის ფასეულობათა სისტემის, ანუ აზროვნების 3 მთავარი მსაზღვრელი: სახელმწიფოებრიობა, რელიგია და ენა.
ილია ჭავჭავაძის მიერ ქართველთათვის ჩამოყალიბებული სამი მთავარი ფასეულობა ენა, მამული, სარწმუნოება, ხომ ამ ატრიბუტების ანალოგია არის მხოლოდ განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში, განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში. ეს სამი ნიშნული რჩება ქართული იდენტობის ძირითად მახასიათებლებად მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ალექსანდრე მაკედონელი ქართლში მმართველად ტოვებს მის მიერ სპარსელთაგან გათავისუფლებული არიან ქართლის მეფის ძეს აზოს, რომელსაც უპირისპირდება მცხეთის მამასახლისის ძმის წული ფარნავაზი. ამ ორი ფიგურის, ანუ აზოსა და ფარნავაზის დაპირისპირებაში ყალიბდება მეფობის ინსტიტუტი ქართულ საზოგადოებაში. ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის რეალურობა სადაოდაა აქცებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. შესაძლოა თვითონ ალექსანდრემ კი არა, მისმა რომელიმე სარდალმა ილაშქრა ჩვენთან. ასე ფიქრობენ ისტორიკოსთა ნაწილი. ქართულმა ავტორმა კი მისი პოპულარობის და პრესტიჟულობის გამო მიაწერა ეს ალექსანდრესო. თუმცა ამჯერად ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესოა ის, თუ როგორ მოხდა მეფობის ინსტიტუტის შექმნა ქართლში და რა ძირითად ისტორიას ეხება ის. პირველი ის, რომ იხილარა საშინელ წარმართობაში ჩავარდნილი ქართველები, ალექსანდრემ უბრძანა აზოს, რათა პატივს სცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა და მსახურებდნენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. მაგრამ როგორ შეასრულა ახლა ეს ბრძანება აზომ და რა გააკეთა მან? აზო წავიდა არიან ქართლში და მოიტანა იქიდან ორი კერპი, გაცი და გაიმი და ქართველებს მისი თაყვანისცემა უბრძანა. აგრეთვე მოიყვანა ქართლიდან, ანუ არიან ქართლიდან 8 სახლი მამამძუძეთა, ანუ მისი ნათესავები და ისინი უპირველეს მოქალაქეებად აქცია ქართული ელიტის შევიწროების ხარჯზე. აზო არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და განდევნა იგი. ამის მიზეზი, როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ასახელებს, მისი უცხოელება არ უნდა ყოფილიყო. ჯერ ერთი საკამათოა მისი უცხოელობაც, რადგან არიან ქართლი ქართველური ქვეყანაა, ოღონდ სპარსეთის იურისდიქციაში მყოფი და მეორე, ის არ იქნა შეწყნარებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მხრიდან მასთან ერთობის განცდის არარსებობის გამო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ აზომ არ მიიღო ქართველთა თვითცნობიერების ორი მახასიათებელი, რელიგია და სახელმწიფოებრიობა. ამ შემთხვევაში ნათესაობა. მამასახლისის განდევნით და 8 მონათესავე გვარის მოყვანით აზომ გააუქმა ქართლში არსებული მმართველი ინსტიტუტი, გამოაცხადა არიან ქართლელები პრივილეგირებულებად, მცხეთის მოსახლეობას კი იარაღი აყარა და მხოლოდ მამამძუძეებს, ანუ მის ნათესავებს, მიანიჭა იარაღის ტარების უფლება. ხოლო როდესაც პირველად გაემართა კერპების სათაყვანებლად, მარტო ისინი, ანუ მისი ნათესავები იახლა. ქართლში ცხადია იქნებოდა წარმართული კერპები, მაგრამ აზომ არ ისურვა მისი თაყვანისცემა და ახალი კერპები შემოიტანა. ამით აზომ ის ორი ტრადიციული ფასეულობა, მამათა რჯული და ნათესაობა დაარღვია, რომელსაც ქართველი საზოგადოება გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამას აზოს განდევნა მოყვა. აზოსაგან განსხვავებით ფარნავაზი სრულიად მისაღებია ქართული ერთობისათვის. ფარნავაზი ამარცხებს აზოს, მაგრამ არა დამოუკიდებლად, არამედ კრებულთან ერთად, რომელიც მისი მხარდამჭერია. თავდაპირველად ფარნავაზი პოულობს განძს. განძის პოვნა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი არის, ის ღვთისმშეულობის გამოხატულებაა, ანუ მიღმიერი სამყაროდან დასტურია იმისა, რომ ის ტერიტორია, სადაც განძი იქნა ნაპოვნი, განძის პოვნელს ეკუთვნის. საყურადღებოა აქ ფარნავაზის სიზმარი, რომელიც სპეციალურად უნდა გამოვყოთ. შინაარსი სიზმრისა ასეთია: ფარნავაზი შედის ბნელ ოთახში, სადაც ვერ იგნებს გზას. ამ დროს ოთახში შემოდის ბზის სხივი, განათდება და ჩამოდის თვით მზე, რომელსაც ფარნავაზი ცვარს მობას და შემდეგ სახეს მოიმას ამ ცვრით. ფარნავაზი ასე ხდება მზის ცვარცხებული, ანუ ღვთის რჩეული. ფარნავაზმა დაინახა სიზმრის მისტიკა განძის პოვნაში. პირველად სიზმარმა მიანიშნა მას, რომ მას დიდი მისია ეკისრებოდა ამ ქვეყნად და დაიწყო მიზანმიმართულად მოქმედება. რას აკეთებს ფარნავაზი? ის ჩამოდის მცხეთაში, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა გახდეს მეფე. აზოს იმით ამარცხებს,
რომ ის განძის მფლობელია და ტერიტორია მისია აღადგენს მამასახლისობას, ანუ ქართველთა ძველ სახელმწიფო წყობას, აღადგენს აზოს მიერ მცხეთელებისათვის შელახულ უფლებას, არ უარყოფს აზოს კერპებს, არ უარყოფს ალბათ ქართველთა ძველ კერპებსაც, თუმცა შემოაქვს ახალი კერპი, არმაზის კერპი, რომელიც მის სახელთან ფარნავაზთან ასოცირდება. შესაძლოა აზოს მიერ შემოტანილი კერპების დასაჩრდილადაც. ის არის ღვთის რჩეული და ხალხის რჩეული, რადგან პასუხობს და იცავს ქართული თვითცნობიერების, ანუ ქართული აზროვნების ორ ნიშნულს, სახელმწიფოებრიობას, ანუ ამ შემთხვევაში ნათესაობას და რჯულს. ფარნავაზი უკავშირდება ეგლისის მმართველ ქუჯის და მასთან ერთად ამარცხებს აზოს. ეს მომენტი ვფიქრობთ მეტად საყურადღებოა ქართული თვითცნობიერების გაგებისათვის, როცა სახელმწიფოებრიად აზროვნებს არა მხოლოდ ფარნავაზი, რომელსაც ცხადია გააზრებული აქვს საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უმწიფებული და ასეთი გამართლებული პროცესი, არამედ სახელმწიფოებრიად აზროვნებს ქუჯიც. ეს კარგად ჩანს მის მიმართვაში ფარნავაზისადმი. ქუჯი ასე მიმართავს ფარნავაზს: შენ ხარ შვილი თავთამად ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი. უკვე თუ მოგვეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონაშენი. პირველად ქართული იდენტობის ისტორიაში ფიქსირდება პოლიტიკურად ძლიერისაგან სუსტისათვის გვირგვინის გადაცემა. დასავლეთ საქართველოს მმართველი ქუჯი, ლეგიტიმური მეფე, გვირგვინს გადასცემს დევნილ ფარნავაზს. ამრიგად, ქართული სახელმწიფოებრიობის დასაწყისში უკვე არსებობს ერთსულოვნების შეგნება. მესამე და მთავარი, რაც გააკეთა ფარნავაზმა, არის ის, რომ განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა, ქართლსაშინა, თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული. იმენათა შორის, რომელიც იზრახებოდა ქართლში, ქართულმა ენამ კუთვნილი, წამყვანი ადგილი დაიკავა. ფარნავაზმა ქართულ ენას განსაკუთრებული პრივილეგია, სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა. ფარნავაზმა სახელმწიფოს დუღაბად გამოიყენა ქართული ენა. ერთიან მონარქიაზე და ერთიან რწმენაზე დამყარებული ქვეყანა მან ენით შეკრა, მან ენით შეაკავშირა. ძალიან საინტერესოა, მე ვახსენე ახლა ერთიანი რწმენა. მოგეხსენებათ წარმართობა ეკლექტური რელიგია, რომელიც თავისივე ბუნებაში მრავალკერპიანობას მოიცავს. მაგრამ აქ ფარნავაზმა ერთი კერპის, ანუ არმაზის გარშემო შემოკრებით ერთგვარად შექმნა ერთღმერთიანი წარმართობა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართული იდენტობის გააზრებისათვის. ქართული ენით შეკრა ერთიან მონარქიაზე და რწმენაზე დამყარებული ქვეყანა. ქართულ ენას არასდროს ჰქონია მხოლოდ კომუნიკაციის დატვირთვა ქართული ერთობისათვის. ანუ ეს ჩვენი ქართული ენა არასდროს ყოფილა მხოლოდ მეტყველების ენა, არამედ მას ყოველთვის უფრო მეტად ფასეულობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საინტერესო საკითხი არის ის, თუ ვინ არის ამ ქართული თვითცნობიერების, ამ მახასიათებლების გამზიარებელი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მთელი საზოგადოებაა ეს, თუ მხოლოდ ელიტა, როგორც ეს არის დასავლეთში. ზოგადად როგორი იყო ეს საზოგადოება? ქართულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია არის ამის შესახებ. ქართლის ცხოვრებაში დასახელებული არიან მკვიდრნი ქართლისანი. ესენი არიან თავისუფალი მეთემეები, ანუ მიწის მფლობელები და მეომრები. ახლა მოდით შევადაროთ ეს ფენა დასავლურ, ანუ ბერძნულ და რომაულ სამყაროს სოციალურ ფენებს. მისი შესატყვისი ანტიკურ პოლისში არის მოქალაქე. როგორც ვთქვით, ვინ შეიძლება ყოფილიყო საბერძნეთის მოქალაქე? საბერძნეთის მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო ორი პირობით. პირველი ბერძნულ ეთნიკურ წარმომავლობას გულისხმობს და მეორე ქონების ფლობას, რაც თავისუფლების ტოლფასი იყო. როგორი ვითარებაა ახლა ამ მხრივ ქართლში? ქართლის მკვიდრს მიწა უნდა ქონოდა მფლობელობაში და მონაწილეობა უნდა მიეღო სამხედრო სამსახურსა და რელიგიურ რიტუალებში. ამ სამივე პირობის შესრულება აუცილებელი იყო.
საინტერესო ჯგუფები არის ელინი და ბარბაროსი. აი, ვინ იყო ელინი და ვინ იყო ბარბაროსი საბერძნეთში? ელინი ეთნიკურად ბერძენი, ბარბაროსი კი უცხოელი. ანუ ბარბაროსი ვერასდროს ვერ გახდებოდა ბერძნული იდენტობის წევრი. სრულიად სხვაგვარი ვითარებაა ქართლში, სადაც ქართული ერთობის წევრი შეიძლება გახდეს უცხოელი. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი პირობით, თუ ის ეთნიკური თვითცნობიერების ყველა ნიშნულს მიიღებს და პირიქით, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება გარიყოს ეთნიკურად ქართველი, თუ იგი არღვევს ამ ერთი ქართული ღირებულებების რაღაცა გარკვეულ მომენტებს. პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ეთნიკურად ქართველი მეფე ფარნაჯომი შეგვიძლია დავაკავშიროთ ერთმანეთს. ფარნაჯომი ეთნიკურად ქართველი მეფეა, რომელმაც დაარღვია ამ სამი უმთავრესი მარკერიდან, ანუ სამი უმთავრესი ნიშნულიდან ერთ-ერთი რელიგიური ნიშნული. რადგანაც მან არმაზის ალტერნატივად ზადენის კულტი შემოიტანა, რისთვისაც ის განდევნა ქართულმა ერთობამ. იგი რელიგიურად და რელიგიური ნიშნით შეკავშირებულმა ქართულმა საზოგადოებამ განდევნა, თუმცა ის ეთნიკურად ქართველი იყო და მიუხედავად ამისა ფარნაჯომი იქნა განდევნილი ქართული ერთობისაგან. ეს მეტად საინტერესო მომენტი არის, რადგანაც თუ კი შევძელი რომ დამენახვებინა თქვენთვის, როგორი იყო ეს დასავლეთში, სადაც კანცად განსაზღვრული იყო, რომ უცხოელი ვერასდროს ხდებოდა მოქალაქე და ზოგადად ვერ შეიწყდარებდა ბას, თუნდაც ბერძნული ერთობა, ქართულ ერთობაში ეს სრულიად სხვაგვარად იყო. ქართულ ერთობას შეუძლია შეიწყდაროს უცხოელი გახადოს მის ნაწილად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის სრულად აღიარებს იმ ძირითად მახასიათებლებს, იმ ძირითად ფასეულობათა სისტემას, იმ მთავარ სააზროვნო სისტემას, რომელიც ჰქონდა ქართულ ერთობას. ახლა მოკლედ მოგახსენებთ ქართველთა წარმართული რელიგიური გამოცდილების შესახებ. ანუ რა ძირითადი კერპები ყავდათ ქართველებს წარმართობის პერიოდში და როგორი იყო მათი ასეთი წარმართული რელიგიური გამოცდილება. პირველი რაც ვიცით ჩვენ და რასაც წერენ ქართული წყაროები, არის ის, რომ ქართველებს ჰქონდათ ერთი დამბადებლის რწმენა. ამას ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, თუ რას ნიშნავს ეს ერთი დამბადებლის რწმენა იმ ძალიან ეკლექტურ წარმართულ გარემოში, რომელშიც წარმართობა თავის ბუნებას კარგად აჩვენებს. ეს არის მისი ძირითადი ბუნება, მრავალ კერპიანო. მეორე, რაც დასახელებული არის წარმართული ქართული საზოგადოების სათაყვანებლად, ეს არის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მესამე, ეს არის ეთნარქის კულტი. ანუ ქართლოსის საფლავი, რადგანაც ქართლის ცხოვრება პირდაპირ წერს, რომ საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა. ანუ ყველა ქართველი მეფე ეთაყვანებოდა ქართლოსის საფლავს და მუდმივად შეამკობდა მას. მეოთხე, რაც ვიცით წარმართული კერპების შესახებ, ესენი არიან კაცი და გაიმი. კაცი ოქროსა გაც და კაცი ვერცხლისა გაიმ. ორი მეომარი კერპი, რომელიც აზომ შემოიტანა ქართულ ცნობიერებაში. მეხუთე, ეს არის ფარნავაზის კულტი არმაზი. შემდეგი ღმერთები, ქალღმერთები, ძალიან საინტერესო ქალღმერთებია. ესენი არიან აინინა და დანინა, რომელშიც ნინ ძირი ერთია და მიიჩნევა, რომ ქართველთა ცნობიერებაში ნინ იყო დედის, ანუ ქალის გამოხატულება. და გამომდინარე აქედან, რომ ისინი ქალღმერთები არიან, სწორედ ნინ ფუძე აქ დომინირებს. მაგრამ წინ თავსი მისი აიდა და რას უნდა აღნიშნავდეს. არის მოსაზრება, რომ ეს არის მზის კერპები, რადგანაც მზე ზოგადად ქალთან ასოცირდებოდა და ეს არის ამომავალი და ჩამავალი მზის ღმერთები. აინინა, ეს არის ამომავალი მზის ღმერთი, ანუ აისი, ხოლო დანინა, ეს არის ჩამავალი მზის ღმერთი, ანუ დაისი. შემდგომი, ანუ მეშვიდე ერთგვარად გამოცდილება ქართველთა, ეს უკავშირდება ფარნაჯომს, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, და ზადენის კულტს, რაც ზოროასტრიზმს უკავშირდებოდა. ქართულმა ერთობამ არ მიიღო ეს კულტი და განდევნა ქვეყნიდან ფარნაჯომი. ამ შემთხვევაში, ამ
მომენტში და აი ამ ამბავში ფარნაჯომთან დაკავშირებით რელიგიური იდენტობა ტოლფასია ეთნიკური იდენტობის. ქართული საზოგადოება რელიგიური ნიშნითაა შეკრული, ამიტომ განდევნია ფარნაჯომს. ქართული ერთობა არა მარტო ნათესაობის განცდით ჩანს შეკრული, არამედ საერთო კულტის საკრალიზმითაც არის შედუღაბებული. სწორედ ამის უგულებელმყოფელი ფარნაჯომი აღარ არის ღირსი დარჩეს ქართველთა მეფეს. ფარნაჯომის შემდეგ ქართლის რელიგიურ ცნობიერებაში და ქართლის რელიგიურ ცხოვრებაში ერთგვარი უძრაობის ხანაა მესამე საუკუნის შუა ხანებამდე. ამ პერიოდში მოღვაწე 16 მეფიდან არც ერთს მართალია კერპთაყვანისმცემლობის შეცვლა არ უცდია, მაგრამ არც ახალი კერპი არ აღუმართავს. მხოლოდ მესამე საუკუნის შუა ხანებში ქართლის ცხოვრება წერს რევ მართალის შესახებ, რომელიც იყო წარმართი, მაგრამ იცნობდა სახარებას. მან აკრძალა პირველი შვილის შეჭიდვა კერპებისათვის, მაგრამ ამაზე შორს კერპებთან დამოკიდებულებაში აღარ წასულა. რევმა დიდი პაუზის შემდეგ ქართული წარმართული პანთეონი შეავსო აფროდიტას კულტით, რომელიც თან მოიტანა მისმა ბერძენმა მეუღლემ სეფელიამ. ამრიგად ქართული წარმართობა იყო სხვადასხვა დროს შექმნილი კულტების ერთიანობა, ერთგულება ამ კერპებისადმი იყო ქართული ჩვენს ჯგუფის წევრობისათვის აუცილებელი პირობა. ახლა რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ. პირველი, წინაქრისტიანულ ხანაში ყალიბდება ქართული იდენტობის სამი მთავარი ატრიბუტი. ქართლის მეფე ფარნავაზი პირველად ქმნის მეფობის ინსტიტუტს, მთავარ რელიგიურ კულტს, ერთგვარად ღმერთიანობის კულტს წარმარტობაში და თვითცნობიერების ამ ორ მსაზღვრელს ქართული ენით ადუღაბებს. მეორე დასკვნა არის ის, რომ ამ დროს ჩვენ ლექციის დასაწყისში დავსვით ეს კითხვა და ახლა უნდა ვუპასუხოთ. ამ დროს უკვე არსებობს შეჭიდულობის შეგნება. ამ დროს ძველი წელთა რიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეების მიჯნაზე, რა პერიოდზე ჩვენ საუბრობთ, უკვე არსებობს ერთიანობის განცდა ქართულ საზოგადოებაში და შეჭიდულობის შეგნება. ქართული ერთიანი სახელმწიფო კიდევ დიდი ხანი, მე-10 საუკუნემდე არ იქნება, მაგრამ ერთიანი თვითცნობიერება ჩანს, როცა სახელმწიფოებრივად აზროვნებს, როგორც პოლიტიკურად ძლიერი, ისე პოლიტიკურად სუსტი. და მესამე, ქართული ერთობა მმართველებს ირჩევს არა ეთნიკური ნიშნით, არამედ გაზიარებული ღირებულებებით. ესაა ერთსულოვნება იდეაში. სწორედ ეს აკლია ქართულ ერთობას დღეს, როცა არჩევანი კეთდება არა ფასეულობების, არამედ მოსალოდნელი კეთილდღეობის სასარგებლოდ. მადლობა ყურადღებისთვის.